თბილისში დიდი სახალხო ღონისძიებით აღინიშნა რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სადღესასწაულო ღონისძიებები 6 მაისს ექსპო ჯორჯიაში დაიწყო და ევროპის დღე ქვეყანაში ჯერ კიდევ 93 წლიდან აღინიშნება. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებს თუ პროექტებს ახორციელებს და აფინანსებს. DCFTA სამოქმედების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი. მას შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ევროკავშირის ქვეყნისათვის 2021-2024 წლებისათვის განკუთვნილი გრანტების მოცულობა 340 მილიონ ევროს შეადგენს. ყოველწლიურად კი ქვეყანას ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად გრანტის სახით 100 მილიონი евро გამოიყოფა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ფულადი დახმარება და არ არის მხოლოდ დახმარება, რომელსაც ცალკეული ბიზნესები, ქვეყანა თუ რეფორმების მხრივ სტრუქტურები იღებენ. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც ამ გაერთიანების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მისი დემოკრატიულობის გაზრდაში და ზოგადად წინსვლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპის დღე თბილისში დიდი სახალხო ღონისძიებით აღინიშნა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სადღესასწაულო ღონისძიებები 6 მაისს ექსპო ჯორჯიაში გამართა. საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებების აღსანიშნავად და ქვეყანაში ევროკავშირის მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ადამიანების ნაკადი მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში ემატებოდა. ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება და ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს ხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე. ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამორჩეულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე აუდიტორიები და განსხვავებული ჯგუფები, მათ შორის ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სტარტაპერები, ფერმერები, სამოქალაქო აქტივისტები და უბრალოდ მოქალაქეები გაერთიანდნენ. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს. ევროპის დღეს საქართველოში ევროკავშირის მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სტუმრებს მე-11 პავილიონში შეეძლოთ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე ადამიანებს და გაცნობოდნენ ცალკეულ ინოვაციურ იდეებსა და შედეგებს. ევროპის დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მცირე მეწარმეებისთვის, რადგან ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას ვეწევით და ვაცნობთ ჩვენ მომხმარებელს, რადგანაც ჩვენ მცირე მეწარმეები გვაქვს, ამის ფუფუნება ხშირად არ გვეძლევა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციისთვის და აგრომეწარმეებისთვის განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ნიშური პროდუქტი გახდეს უფრო მეტად პოპულარული და გახდეს უფრო მეტად ცნობადი ევროპის ბაზრისთვის. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ის სრულად ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა, რომელიც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე პირდაპირ წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო დონორი, აქტიურად უჭერს მხარს სოციალური მეწარმეობის განვითარებას. შესაბამისად, მისი წვლილი იმისა, რომ ზოგადად ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკა განვითარდეს და სოციალური მეწარმეობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, მოხარულია, რომ ჩვენ სოციალური კონცეფციის მაღაზია ეს კი უერთდება ევროპის დღეს და წარმოდგენილი არის 25 სოციალური საწარმო 350-ზე მეტი დასახელების ნივთი და ერთიანად აღნიშნავთ ამ მხარდაჭერას და ძალიან კარგი დღეს. ჩვენი ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია დღეს აქ ორი პროექტით არის წარმოდგენილი და ორივე დასავლურ ღირებულებებს აჟღერებს და ძალიან გვიხარია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შანსი. ეს ერთი არის სხვა ლეველის ოდისეა, რომელიც პირველი ესეთი მასშტაბური 2D ქართული ანიმაციური სერიალია და კავია პლუსი არის უკვე ხელმისაწვდომი უფესოდ და მას ვახორციელებთ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და გარდა ამისა ევროკავშირის, რომლის გარეშეც დღეს აქ არ ვიქნებოდით და ჩვენი პერსონაჟები ანიმაციის ზუსტად გამოხატავენ იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ წესით ყველანი ვეთანხმებით. ეს არის დემოკრატიული განვითარება, თავისუფლება და ნუ აქ ვინც ყავს პერსონაჟები წარმოდგენილი, მათი სახელით გამოვხატავთ ჩვენ ამ ყველაფერს.
DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 15%-ით გაიზარდა. მას შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო 2021 წელს ვაჭრობის მთლიან მოცულობაში ევროკავშირის წილი 21% იყო. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უბიზოდაც მოგზაურობენ. ვიზა ლიბერალიზაციის შემოღების შემდეგ ევროკავშირში ვიზის გარეშე საქართველოს 1,150,000-ზე მეტმა მოქალაქე მიმოგზაურა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2021 წლიდან 2024 წლამდე განკუთვნილი გრანტების მოცულობა 340 მილიონ ევროს შეადგენს. ყოველწლიურად კი საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად გრანტის სახით 100 მილიონი евро გამოიყოფა. ევროპის დღე ჩვენს ქვეყანაში 1993 წლიდან აღინიშნება. ევროპის დღეს, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღნიშნავენ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მას შემდეგ უკვე 73 წელია გასული. ევროკავშირი ვითარდება, მუშაობს, აერთიანებს 27 ქვეყანაში მცხოვრებ 457 მილიონამდე ადამიანს და უზრუნველყოფს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას.